სახლში მე-16 საუკუნიდან არის მოხსენიებული. ქალაქის სახელი გადმოცემის თანახმად მდინარე ყვირილაზე არსებული ზედაპირისგან მომდინარეობს. მე-19 საუკუნის 20-იან წლებში ზესტაფონში კაზაკთა ჯარის პოსტი იყო ყვირილეს პოსტი და დასახლებასაც ყვირილა დაერქვა. პირველი რესპუბლიკის დროს ქალაქი მცირე ხნით ატარებდა რევოლუციონერი ვალიკო ჯუხელის სახელს. 20 წლის განმავლობაში ოფიციალურად ქალაქს დაერქვა ზესტაფონი, ხოლო ქალაქი გამოცხადდა 1926 წელს. 1923 წელს ზესტაფონში ამოქმედდა ფეროს შენაძენებთა ქარხანა და მას შემდეგ ერთად მოდიან. ზესტაფონში 13 სასოფლო თემი და ერთი დაბა შორაპანია გაერთიანებული. ჩემი ქალაქი ლამაზია, მდიდარია ბუნებით და კულტურული ძეგლებით, მაგრამ შორაპნის ციხე მაინც გამორჩეულია. იგი ის წელიწადში მე-13 საუკუნეში ქართლის მეფე ფარნავაზ აუღია. დღეს უძველესი ციხე ქალაქიდან მხოლოდ გალავნის ნაშთებია შემორჩენილი. აქვე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარია. ზესტაფონის შემოგარენი მდიდარია ღირსშესანიშნავი ადგილებით, ზოგი ბუნებრივად და ზოგიც ადამიანის ხელითაა შექმნილი, რომლებიც მნახველებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. ესენია ზესტაფონის ცენტრალური მოედანი, თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ირინეს პარკი, პირველი საჯარო სკოლა, შორაპნის საჯარო სკოლა, რევაზ ლახიცის სახელობის მუსიკალური სასწავლებელი, იუსტიციის სახლი. სამცველას ჩანჩქერი. თამარის ხიდი, საზანოს ციხე, ტაბაკინის მონასტერი, საქარის ეკლესია, ილემის ეკლესია, თიხით განთქმული შროშა. ჩემი ქალაქი განსაკუთრებული სიყვარულით აღნიშნავს ეროვნული სამოსის დღეს, რომელშიც მონაწილეობას იღებს ჩემი ქორეოგრაფიული ანსამბლი იმედი. მსვლელობა ეწყობა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე. დასკვნითი ღონისძიება იმართება 9 წყაროში, ვარინკა წერეთლის სახელობის არენაზე.